რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ უბანში ზედგინიზის სახელობის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც საავტომობილო გზა დღემდე არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში რუსთავის გარეუბანში არსებულ ამ ქუჩაზე გზის საფარის, ბორდიურების და ტროტუარების მოწყობა არის გათვალისწინებული. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა საგზაოს გარდა ტრანსპორტის პრობლემაც მოუგვარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ უბანში მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 656,298 ლარია. სადგენძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. მთავარი მოთხოვნა საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად იყო ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურება შეგვცლებოდა. მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობისთვის, ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იაროს და მოემსახუროს მოქალაქეებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 18 სანტიმეტრიანი ბეტონის არმირებული საფარი, ასევე მოეწყობა ფეხით სასიარულო ბილიკი, მოხდება საგზაო მონიშნები და მოეწყობა ავტობუსისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. მანამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ ხდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, იმიტომ რომ არ არსებობდა გზა.